Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. უშინდელი ვიდეოსთან დაკავშირებით მინდა ცოტა განმარტება მოგცეთ ნათლობასთან დაკავშირებით და ერთხელ და სამუდამოდ მინდა გავემიჯნო იმ მანკირ ტრადიციას, რომელიც ამ ბოლო წლებში დამკვიდრდა საქართველოში რუსული კეკებეშნიკური მართლმადიდებლური ეკლესიიდან. ზუსტად ვამბობ, ეს არის რუსული კეკებეშნიკური ეკლესია, რომელიც არის ძალადობრივი ეკლესია, რომელიც არის აგებული მათ ადამიანების სიცოცხლეზე. მათ არაფერი საერთო არ აქვს ქრისტეს მოძღვრებასთან, მათ საერთო არ აქვს წმინდა წერილთან, მათ საერთოდ არაფერი არ აქვს ადამიანებთან. რა მანკიერი ტრადიციაზე მაქვს საუბარი. მანკიერი ტრადიცია მაქვს საუბარი იმაზე, რომ ცივ წყალში როდესაც ინათლებიან და ხდებიან ადამიანები. და ამას ამართლებენ, ვითომ ნახე რა რწმენა აქვსო, ეს ადამიანი ცივ წყალში გადახტაო და მოინათლაო. ეს არის ბოდვა. ცნებაში ღმერთი ეუბნება ადამიანებს არ გამოსადო უფალი შენი ღმერთი. რას ნიშნავს არ გამოსადო უფალი შენი ღმერთი? ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ღმერთმა რაც ბუნების კანონი დაუწესა, ფიზიკის კანონი დაუწესა, ეს არ უნდა დაარღვიო. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თბილად არის ჩაცმული და უცებ ჩავიდეს და ჩახტეს ცივ წყალში. ამას ნათლობასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ეს არის მანკიერი ტრადიცია და არაერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთში თვითონ, ვინც მაგას აკეთებდა. არაერთი ბავშვი გაცივებულა, არაერთი ბავშვი მენინგიტით დაავადებულა. ამას არ ამბობს ეკლესია მალავს. რატომ მალავს? იმიტომ რომ არ აწყობს. ადამიანებს წმენა შეერყევავთ. თუ ადამიანებს წმენას ისინი ასეთ ფანატიკურ სისულელეებზე აგებენ, მაშინ ვაი ამ ფერ ეკლესიას და ვაი ასეთ მრევლს და წინამძღოლსაც. ჩემო კარგო, ბიბლია გვასწავლის, რომ ვიყოთ გველივით გონიერი. გველივით გონიერი ნიშნავს, რომ გამოვიჩინოთ სიბრძნე და გავუფრთხილეთ ჩვენს ჯანმრთელობას და მოვერიდოთ ყოველგვარ ისეთ ქმედებას, რაც ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეში ქმნის. ღმერთს არ ჭირდება ჩვენი ჯანმრთელობის დამტკიცებული რწმენა. არ ჭირდება ღმერთს ესეთი რამ. ღმერთს ჭირდება ჩვენი შეცვლილი ცხოვრება, რომელიც მას განადიდებს. ცივ წყალში ჩახტომა არ განადიდებს ღმერთს. მაგრამ ღმერთს იცი რა განადიდებს? შენი მეზობელი, რომელსაც პურის ფული არ აქვს და იმას პორსო მიუტან. ეს განადიდებს ღმერთს. ადამიანი, რომელიც ქუჩაში ვერ გადადეს, დავრდომილი და რო გადაიყვან, ეს განადიდებს ღმერთს. შენ ცოლს რომ მოეხმარები სამზარეულოში, ჭურჭასო დაურეცხავ, სახსო დაულაგებ ქმარი, ეს განადიდებს ღმერთს. ბავშვს მიუთითებ, რომ ცუდი მოქცევა არასწორია და უფროსების დაფასება ისწავლოს, ეს განადიდებს ღმერთს. ღმერთს არ განადიდებს ცივ წყალში გადახტომა, ღმერთს არ განადიდებს თავრობის ქება, ღმერთს არ განადიდებს ბოროტებაზე თვალის დახუჭა, ეს არ განადიდებს ღმერთს შემოკარგება. ღმერთს განადიდებს სწორი ბიბლიური მოქმედება. და სწორი ბიბლიური მოქმედება არის მისი მცნებების დაცვა შემოგარგება. ეს მინდა მეთქვა თქვენთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნათლის ღებას, ვინც აღნიშნავთ და მოეშვით ამ რუსულ მანკერულ ტრადიციას, რომელსაც ეკლესიის ისტორიაში, ადრეულ ეკლესიის ისტორიაში გულისხმობ, რომელიც მოდის მოციქულებიდან, არაფერი საერთო არ ქონდა იმასაც ესენი აკეთებენ დღეს. ეს არ არის რწმენა, ეს არის მანკიერება. ეს არის შევსება ადამიანის გონების და გულის გარეგნული ფორმებით, რომელსაც ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ასე რომ იყავით ქრისტიანები, ოღონდ ბიბლიურები. მადლობთ ყურადღებისათვის.